გულაგში შექმნილი ლიტერატურა. ლევან ბერძენიშვილი. კითხულობს ნიკო. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები. გულაგის სისტემა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა. იქ, სადაც ადამიანი დანამატად იქცეოდა მძიმე შრომისა და სისასტიკის მანქანისთვის. იქმნებოდა განსაკუთრებული, ტრაგიკული, მაგრამ შეუცვლელი ლიტერატურაც. ამ ლიტერატურის არსი მხოლოდ მხატვრული ღირებულება კი არა, ისტორიული მოწმობაცაა, დამტკიცება იმისა, რომ ტანჯვასა და წვდიათშიც არ იკარგება სიტყვის ძალა. სინამდვილეში ბანაკში წერა არ შეიძლებოდა. ყოველდღიური ჩხრეკის დროს ნაწერებს პოულობდნენ და ავტორებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამიტომ პატიმრები თავის შემოქმედებას ზეპირად ქმნიდნენ, იმახსოვრებდნენ და გათავისუფლების შემდეგ აღადგენდნენ. გულაგის ლიტერატურის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ მან პირადი ტკივილი კაცობრიობის საერთო მეხსიერებად გარდაქმნა. ნაწერები, რომლებიც ხშირად საშიშროების ქვეშ იქმნებოდა, დღეს გვახსენებს, რომ ადამიანის სული ყველაზე მახინჯ პირობებშიც არ ნებდება და არ ქრება. გულაგის ლიტერატურა მხოლოდ ტანჯვის ქრონიკა კი არა, ასევე გაფრთხილებაა მომავლისთვის. ადამიანის ღირსება და თავისუფლება ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლის დაკარგვასაც უზარმაზარი ტრაგედია მოსდევს. გულაგის ლიტერატურა მრავალ ჟანრში არსებობს. უპირველეს ყოვლისა ეს არის მემუარები, პატიმრების პირადი ისტორიები, რომლებიც ზეპირად იქმნებოდა და მოგვიანებით იწერებოდა. გულაგის ყველაზე ფართო ცნობილი ავტორია ალექსანდრ სლოჟენიცინი. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია, რომლის სახელსაც უკავშირდება მთელ მსოფლიოში საბჭოთა ტერორის მხილება და გულაგის სისტემის სრული ანატომიის გადმოცემა. მწერალი თავადაც პატიმარი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე მსახურობის შემდეგ დააპატიმრეს სტალინის კრიტიკის გამო და 8 წელი გაატარებინეს ბანაკებში. სწორედ აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანა. სლოჟენიცინის პირველი დიდი ტექსტი, რომელმაც საზღვარგარეთ მოიპოვა პოპულარობა, არის ივან დენისოვიჩის ერთი დღე. მაგრამ სლოჟენიცინის მთავარი ქმნილება მაინც არის არქიპელაგი გულაგი, მრავალტომიანი ეპოპეა, რომელიც აგებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე, სხვა თუსაღების მოგონებებსა და დოკუმენტურ მასალაზე. წიგნი არამხოლოდ ლიტერატურული, არამედ ისტორიული მონუმენტიცაა. ავტორი გულაგის სისტემას ადარებს არქიპელაგს, რომელიც კუნძულებადაა გადანაწილებული საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექსტმა უდიდესი როლი შეასრულა და მთლიანად შეცვალა დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი ცივი ომის დროს. ალექსანდრ სლოჟენიცინს ხშირად უწოდებდნენ მსოფლიო ლიტერატურის სინდისს. მისი ნაწერები დღესაც გვახსენებს, რომ ლიტერატურა ძალას იძენს მაშინ, როდესაც იგი სიღრმისეულად ასახავს ადამიანის თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვას. გულაგის ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ვარლამ შალამოვის შემოქმედებას. მისი კოლიმური მოთხრობები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შემზარავი ტექსტია. ავტორმა 15 წელზე მეტი გაატარა კოლიმის ბანაკებში. იქ, სადაც უკიდურესი სიცივე, შიმშილი და მძიმე ფიზიკური შრომა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად დაიბადა მოთხრობათა ციკლი, რომელიც დღეს მიიჩნევა არამხოლოდ დოკუმენტურ მოწმობად, არამედ მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს მიღწევად. შალამოვის ტექსტები მკითხველს თავიდანვე შოკში აგდებს. ისინი მოკლებულია ყოველგვარ რომანტიზმსა და პათეტიკას. ავტორი არ ცდილობს გმირობისა და ღირსების ამაღლებული ტონით წარმოჩენას. პირიქით, მისი მოთხრობები გვიჩვენებს, რომ ბანაკში ადამიანურობა
ყოველდღე ირღვევა, ხოლო გადარჩენის ინსტინქტი ხშირად ამარცხებს ზნეობრივ პრინციპებს. შალამოვის გმირები არა გმირები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც იძულებული ხდებიან იბრძოლონ ელემენტარული არსებობისთვის. ციკლის სტილი მკაცრი და მინიმალისტურია, ფრაზები მოკლეა, ხშირად მშრალი, თითქოს ავტორი მხოლოდ ფაქტებს აფიქსირებს. ამავე დროს ეს სიმკაცრე ქმნის განსაკუთრებულ ესთეტიკას. მწერალი მკითხველს ეუბნება, აი ასე იყო, ასე მოხდა და სხვა არაფერი. ამგვარად იგი გვაიძულებს თავად შევიგრძნოთ ბანაკის სიცივე და ადამიანური სასოწარკვეთილება. კოლიმური მოთხრობები განსაკუთრებულია იმითაც, რომ ავტორი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ფიზიკურ ტანჯვაზე, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შალამოვისთვის მთავარია აჩვენოს, როგორ იცვლება ადამიანის გონება და სულიერება მაშინ, როცა იგი წლების განმავლობაში სასიკვდილო რეჟიმში ცხოვრობს. ის აღწერს, თუ როგორ ირღვევა მეხსიერება, როგორ ქრება სინდისი, როგორ ფერმკრთალდება კულტურული და ინტელექტუალური ღირებულებები. ბანაკი ადამიანს აქცევს სხვა არსებად, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს – გადარჩეს. რა თქმა უნდა, არსებობდა გულაგის პოეზიაც, რომელიც ყველაზე ხშირად ზეპირად იქმნებოდა და გადარჩენისთვის მეხსიერების შესანარჩუნებლად წარმოადგენდა ერთადერთ იარაღს. ადამიანებს, რომლებსაც ქაღალდისა და კალმის ფუფუნება არ გააჩნდათ, ლექსის მეშვეობით ახსოვდათ საკუთარი თავისა და მეგობრების არსებობა. გარდა ამისა, წარმოიშვა პროზაული ტექსტები, რომლებიც აღწერდა ბანაკის ყოველდღიურობას, შიმშილს, სიცივესა და ადამიანის ღირსების დაკარგვას. ამავე კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი პოეტები. ოსიპ მანდელშტამი. მისი პოეზია ნაწილია ბანაკის გამოცდილებისა, რომელიც ზეპირად გადარჩა, და ანა ახმატოვა, რომლის რეკვიემი უშუალოდ გულაგში არ დაწერილა, მაგრამ იმავე ეპოქის ტკივილის სიმბოლოა. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ნადეჟდა მანდელშტამის მემუარები, რომელიც ძალიან ცხადად გადმოსცემს მთელი ინტელიგენციის განადგურების მიზანმიმართულ პროცესს. გულაგის ლიტერატურული შემოქმედებიდან მე ავარჩიე 4 ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულება. ალექსანდრ სლოჟენიცინის ივან დენისოვიჩის ერთი დღე, რომელიც ფაქტობრივად გულაგის მოკლე ენციკლოპედიაა. ამავე ავტორის მატრიონას ეზო, რომელიც ძეგლს უგებს უბრალო და პატიოსან ადამიანს, რომელსაც სისტემა ანადგურებს. ვარლამ შალამოვის კოლიმის მოთხრობები, ყველაზე მძიმე, ტრაგიკული და სასოწარკვეთილი ლიტერატურა და ევგენია გინზბურგის ციცაბო მარშრუტი, რომელიც ქალის თვალით გვიჩვენებს 18 წლიან პატიმრობას. ალექსანდრ სლოჟენიცინი, ივან დენისოვიჩის ერთი დღე. მიმოხილვა. მოთხრობის თავდაპირველი სათაური იყო 854. ერთი პატიმრის ერთი დღე. ეს არის ალექსანდრ სლოჟენიცინის 1959 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ ნოვი მირში, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა 1963 წელს გამომცემლობა სოვეტსკი პისატელში. რადიო ინტერვიუში, რომელიც მწერალმა BBC-ს ჟურნალისტ ბარი ჰოლანდს მისცა, მოთხრობის გამოქვეყნების 20 წლის თავთან დაკავშირებით, სლოჟენიცინი იხსენებს 1950 წელს რომელიღაც ზამთრის გრძელ საბანკო დღეს მეწყვილესთან ერთად საკაცის ურიკას დავათრევდი და გავიფიქრე, როგორ უნდა აღწერო მთელი ჩვენი საბანკო ცხოვრება. არსებითად საკმარისია მხოლოდ ერთი დღე აღწერო ყველა წვრილმანით, უწვრილესი დეტალებით. თან ეს უნდა იყოს ყველაზე უბრალო მუშაკის დღე და მასში აისახება მთელი ჩვენი ცხოვრება. ამასთან სულ არ არის საჭირო რაღაც საშინელებების დახვევება. არაა საჭირო, რომ ეს იყოს რომელიმე განსაკუთრებული დღე. არა, ეს უნდა იყოს რიგითი დღე, სწორედ ის დღე,
რომლისგანაც შედგება წელიწადები. ასე ჩავიფიქრე, ეს ჩანაფიქრი გონებაში დამრჩა. 9 წელი მე მას არ მივკარები ვარ და მხოლოდ 1959 წელს 9 წლის შემდეგ დავჯექი და დავწერე. დიდხანს არ მიწერია, მხოლოდ 40 დღე. თვე ნახევარზე ნაკლები. ეს ყოველთვის ასე ხდება. თუ წერ იმ ცხოვრებაზე, რომელსაც მეტისმეტად კარგად იცნობ, არ არის საჭირო რამეს მიხვდე, რამის გაგება სადო. მთავარია ზედმეტი მასალა მოიშორო, ზედმეტი არაფერი არ უნდა იყოს, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი. ივან დენისის ძე შუხოვი, გლეხი და ნაფრონტალი კაცი, სახელმწიფო დამნაშავე და ჯაშუში აღმოჩნდა და ერთ-ერთ სტალინურ ბანაკში მოხვდა, როგორც მილიონობით საბჭოთა ადამიანი, მასობრივი რეპრესიებისა და პიროვნების კულტის ეპოქაში. სახლიდან გავიდა 1941 წლის 23 ივნისს, ჰიტლერის გერმანიასთან ომის დაწყების მეორე დღეს და 42 წლის თებერვალში ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე მთელი მათი არმია ალყაში მოექცა. თვითმფრინავები საჭმელს არ უყრიდნენ და არც იყო სადმე ის თვითმფრინავები. ისე წახდნენ, დახოცილ ცხენებს ჩლიქებს ათლიდნენ, წყალში ალბობდნენ და ჭამდნენ. ანუ წითელი არმიის ხელმძღვანელობამ ალყაში მოქცეული თავისი ჯარისკაცები სასიკვდილოდ გაწირა. რამდენიმე სხვა მეომართან ერთად შუხოვი გერმანელთა ტყვეობაში მოყვა, გამოიქცა ტყვეობიდან და სასწაულებრივად მიაგნო თავისიანებს. ტყვეობაში ნამყოფი რომ იყო, გაუფრთხილებლად წამოსდა და თავი ახლა საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში ამოყო, რადგან სახელმწიფო უშიშროების ორგანოები ყველას, ვინც ტყვეობიდან გამოიქცა, ჯაშუშად და დივერსანტად მიიჩნევდა. ბანაკში ხანგრძლივი შრომისა და მოკლე დასვენების დროს შუხოვის მოგონებებისა და განჯის მეორე ნაწილი მის სოფლად ცხოვრებას ეძღვნება. ახლობლები მას პროდუქტებს არ უგზავნიან და ამით ხვდებით, რომ სოფლადაც ისე შიმშილობენ, როგორც ბანაკში. ცოლის წერს შუხოვს, რომ კოლმეურნეებს ყალბი ხალიჩების მოხატვისთვის მიუყვიათ ხელი. მოხატავენ ფრონტიდან ჩამოტანილი ტრაფარეტის გამოყენებით და ქალაქელებს მეყიდიან, ამით ირჩენენ თავს. თუ კი რეტროსპექციასა და მავთულ ხლარდების მიღმა ცხოვრების თაობაზე შემთხვევით ცნობებს არ მივაქცევთ ყურადღებას. მთელი მოთხრობის მოქმედება ანტიკური ტრაგედიის მსგავსად ზუსტად ერთ დღეს მოიცავს. დროის ამ მოკლე მონაკვეთში ჩვენ წინაშე გადაიშლება ბანაკური ცხოვრების პანორამა, ბანაკში ცხოვრების თავისებური ენციკლოპედია. ჩვენ წინაშეა სოციალური ტიპებისა და ამასთანავე ელვარე ადამიანური ხასიათების მთელი გალერეა. ცეზარი, დედაქალაქელი ინტელიგენტი, ყოფილი კინომოღვაწე, რომელიც ბანაკში შუხოვთან შედარებით თავადივით ცხოვრობს, ამანათით იღებს პროდუქტებს, სამუშაოს დროს რაღაც შეღავათებით სარგებლობს. ბუნოვსკი, რეპრესირებული საზღვაო ოფიცერი, მოხუცი კატორღელი, რომელსაც მეფის ციხეები და კატორღა გამოუვლია. ესტონელები და ლატვიელები, ეგრეთ წოდებული ბურჟუაზიული ნაციონალისტები, ბაპტისტი ალიოშა, მრავალფეროვანი რელიგიური რუსეთის აზრებისა და ცხოვრების წესის გამომხატველი, გობჩიკი, 16 წლის ყმაწვილი, რომლის ბედი გვაჩვენებს, რომ ბავშვებსა და უფროსებს ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ. თვითონ შუხოვიც, რუსული გლეხობის ტიპიური წარმომადგენელი, განსაკუთრებული საქმიანი მიდგომითა და ორგანული ტიპის აზროვნებით. რეპრესირებული და დაჩაგრული ადამიანების ფონზე იხატება სხვა თანრიგის ფიგურა, რეჟიმის უფროსი, ლეიტენანტი ვოლკოვოი, რომელიც პატიმრების ცხოვრებას ზღუდავს და თავისებურად წარმოადგენს დაუნდობელი კომუნისტური რეჟიმის სიმბოლოს. მოთხრობაში მოცემულია ბანაკის ყოფისა და შრომის ძალიან დეტალური აღწერა. ცხოვრება ბანაკში მართლაც ცხოვრებაა ხილული და უხილავი ვნებებითა და ძალიან ღრმა განცდებით. ძირითადად ეს ვნებები და განცდები საკვების მოპოვებასთანაა დაკავშირებული.
პატიმრებს ცუდად აჭმევენ. ძირითადი კერძია ბალანდა, განაყინავი კომბოსტოთი და წვრილი თევზით. ბანაკში ცხოვრების თავისებური ხელოვნება ისაა, რომ უნდა იშოვო პურის ზედმეტი ულუფა და ბალანდის ზედმეტი სინი და თუ კი გაგიმართლებს ცოტა თამბაქოც. ამის ხათრით უნდა იხმარო უდიდესი ეშმაკობა, უნდა ემსახურო ცეზარის მაგვარ ავტორიტეტებს. ამასთანავე უნდა შეინარჩუნო ადამიანური ღირსება, არ უნდა გახდე ჩაშვებული, მათხოვარი, როგორც მაგალითად ფეტიუკოვი. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი ზნეობრივი მოსაზრებებით, არამედ პრაქტიკული აუცილებლობითაც. ჩაშვებული ადამიანი ნებისყოფასა და სიცოცხლისადმი მისწრაფებას კარგავს და აუცილებლად იღუპება. ამრიგად ღირსებისა და ადამიანური სახის შენარჩუნება სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენასაც ნიშნავს. მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია მონური შრომისადმი დამოკიდებულება. პატიმრები განსაკუთრებით ზამთარში ხალისიანად მუშაობენ, ბრიგადები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდევაც, რომ არ გაიყინონ და თავისებურად შეამცირონ დრო ლოგინიდან ლოგინამდე და ჭამიდან ჭამამდე. ამ სტიმულზეა აგებული კოლექტიური შრომის საშინელი სისტემა, მაგრამ იგი მაინც ბოლომდე ვერ სპობს ადამიანში ფიზიკური შრომის ბუნებრივ სიხარულს. სახლის მშენებლობა იმ ბრიგადის მიერ, რომლის წევრი შუხოვიცაა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამაგონებელი სცენაა მოთხრობაში. სწორად მუშაობის უნარი, ისევე როგორც დამატებითი ულუფის მოპოვება, უმაღლესი ხელოვნებაა. ასევე უნდა გქონდეს უნარი, ზედამხედველთა მზერას აარიდო ხერხის ნატეხი, რომლითაც ბანაკის ოსტატები მინიატურულ დანებს აკეთებენ და ცვლიან საკვებზე, თამბაქოზე, თბილ ნივთებზე. ზედამხედველობის მიმართ, რომლებიც წამდა უწუმ შმონს, ჩხრეკას ატარებენ, შუხოვი და სხვა პატიმრები მხეცების მდგომარეობაში არიან. ისინი უნდა იყვნენ უფრო ეშმაკები და მოხერხებულები, ვიდრე არიან შეიარაღებული ადამიანები, რომელთაც ბანაკის რეჟიმისგან გადახრისათვის მათი დასჯისა და დახვრეტის უფლებაც კი გააჩნიათ. მოატყუო ზედამხედველები და ბანაკის უფროსები, ესეც მაღალი ხელოვნებაა. ის დღე, რომელსაც შუხოვი ყვება, მისივე აზრით იღბლიანი იყო. სავსებით კმაყოფილი იძინებდა შუხოვი. დღეს ბევრი კარგი ამბავი შეემთხვა. კარცერში არ ჩასვეს, ბრიგადა სოცქალაქში არ გაურეკავთ, სადილობისას ერთი ფაფა ასწია. ბრიგადირმა საპროცენტო კარგად დახურა, კედელი ხალისით ამოჰყავდა. ჩხრეკის დროს ფოლადის ნაჭერი ვერ უპოვნეს. საღამოს ცეზარისგან ცოტა რაღაც იშოვნა. თამბაქოც იყიდა და ავადაც არ გამხდარა. გაუარა. არაფერს გაუფუჭებია ის დღე, თითქმის ბედნიერი დღე იყო. სასჯელის მოსახდელად 3653 ამგვარი დღე უნდა გაეტარებინა. ნაკიანი წელიწადების გამოისობით 3 დღე ზედმეტი გამოუდიოდა. მოთხრობის ბოლოს მოცემულია ტექსტში შეხვედრილი ქურდული გამოთქმების, ბანაკის სპეციფიკური ტერმინებისა და აბრევიატურების ლექსიკონი. წიგნი არის დასფიქს ნიკოარხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. ალექსანდრ სლოჟენიცინი, მატრიონას ეზოს მიმოხილვა. ალექსანდრ სლოჟენიცინი ცნობილი გახდა პირველ რიგში გულაგის თემაზე შექმნილი ნაწარმოებით ივან დენისოვიჩის ერთი დღე, მაგრამ მისი სხვა მოთხრობებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საბჭოთა რეალობის გაგებისთვის. მათ შორის გამორჩეულია მატრიონას ეზო 1963 წელი, რომელიც ჩვეულებრივი გლეხი-ქალის ცხოვრებით გვიჩვენებს მთელი ქვეყნის მორალურ სურათს. ეს მოთხრობა არ ეხება უშუალოდ ბანაკებს ან პოლიტიკურ ტერორს, მაგრამ მისი ფონი იგივეა: ადამიანების დევნა, სიღარიბე, უსამართლობა. მატრიონა თითქოს პატარა ადამიანია, მაგრამ სწორედ მასშია სლოჟენიცინის მთავარი იდეა. ნამდვილი სიწმინდე არსებობს უბრალო ადამიანებში, რომელთაც სახელმწიფო არ აფასებს. მოთხრობა პირველ პირშია გადმოცემული. მთავარი გმირი, ავტორის ალტერ ეგო, გულაგის ყოფილი პატიმარია,
რომელიც მასწავლებლად ჩადის სოფელში. ის ქირაობს ოთახს მარტოხელა მოხუც ქალთან, მატრიონასთან. ქალს უმძიმესი ცხოვრება გამოუვლია. ოდესღაც ოჯახი ყოლია, მაგრამ საყვარელი მამაკაცის სხვა ქალზე დაქორწინებულა. შვილები არ დარჩენია და მთელი ცხოვრება უმძიმეს შრომაში გაუტარებია. მატრიონა ცხოვრობს ერთ უბრალო სახლში, რომელიც თავად აუშენებია. სახელმწიფოსა და ნათესავების უსამართლობა მას სახლს უნგრევს. მატრიონა ტრაგიკულად იღუპება. მას მატარებელი გაიტანს. სიმბოლურად ამ ადამიანს სამშობლოს მანქანა ანადგურებს. მატრიონა არის უბრალო, ღარიბი ქალი, მაგრამ სლოჟენიცინისთვის ის ნამდვილი ქრისტიანია. მისი სიკეთე უანგაროა. ის ეხმარება ყველას, არ ითხოვს არაფერს, იტანს უსამართლობას და არასოდეს კარგავს სულიერ კეთილშობილებას. მის გარეშე, ამ მართლის გარეშე, არ იქნებოდა სოფელი, არ იარსებებდა მთელი ქვეყანა. ეს სიტყვები მოთხრობის მთავარ შეტყობინებას გამოხატავს. ქვეყნის სული უბრალო და მართალ ადამიანებზეა დაყრდნობილი და არა დიდ პოლიტიკურ ლიდერებზე. მოთხრობა ასევე სოციალური დოკუმენტია. სლოჟენიცინი გვიჩვენებს საბჭოთა სოფლის გაღატაკებულ ყოფას, კოლმეურნეობა, გაუბედურებული სახლები, მძიმე შრომა. მატრიონა და მისი მსგავსი ადამიანები ღირსეულად არ ცხოვრობენ, მხოლოდ არსებობენ. სისტემა ამ ადამიანებს ვერაფერს თავაზობს. მატრიონას ხელისუფლება არ აფასებს, პირიქით, დევნის. მისი სახლი იძულებით უნდა დაანგრიონ, გეგმის გამო, რაც სიმბოლურად აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას პიროვნებისადმი. ადამიანი მეორე ხარისხოვანია, მთავარი მანქანის ინტერესია. მატრიონას მატარებელი გაიტანს და ეს შემთხვევითობა არ არის, ეს სიმბოლურია. ინდუსტრიული პროგრესის მანქანა კლავს უბრალო ადამიანს, რომელიც სოფლის ნამდვილი სული და სინდისია. სლოჟენიცინი იყენებს მოკრძალებულ, მაგრამ ზუსტ ენას. მოთხრობა რეალისტურია, დეტალებით გაჯერებული. სოფლის ყოფის აღწერა, მატრიონას სახლის სურათი, შრომის დეტალები. მატრიონას ეზო განსხვავდება ივან დენისოვიჩის ერთი დღისაგან. თუ ერთ დღეში საუბარია გულაგის პირდაპირ გამოცდილებაზე. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ბანაკს გარეთაც გულაგია, თუმცა საერთო არის ერთი. ორივეგან მთავარი პერსონაჟი უბრალო, მოკრძალებული ადამიანია, რომელიც თავისი მორალური სიმტკიცით სახელმწიფო სისტემაზე ძლიერია. მატრიონას ეზო არის მოთხრობა, სადაც უბრალო გლეხი ქალი, პატიოსანი, უანგარო და ტრაგიკული, სლოჟენიცინმა სიმბოლოდ აქცია. მატრიონა წარმოადგენს ადამიანურობის იმ საძირკველს, რომლის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს. მისი ტრაგიკული სიკვდილი გვიჩვენებს, რომ სისტემა ანადგურებს სწორედ იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც არსებობს. ამით სლოჟენიცინი მკითხველს აფრთხილებს, თუ დავივიწყებთ უბრალო და მართალ ადამიანებს, ქვეყანა ვერ იარსებებს. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ვარლამ შალამოვი, კოლიმის მოთხრობები, ლიტერატურა სიცივისა და სასოწარკვეთის ზღვარზე. ვარლამ შალამოვის კოლიმის მოთხრობები მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ტექსტია. ავტორმა 17 წელი გაატარა კოლიმის ბანაკებში, სადაც -40 გრადუს ცელსიუსი ყინვა, შიმშილი და მძიმე შრომა ყოველდღიურობა იყო. ეს საშინელი გამოცდილება მან გარდაქმნა პროზად, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ილუზიისაგან. 1907-1982 წლებში შალამოვი ახალგაზრდობაში მოსკოვის ლიტერატურულ ცხოვრებაში მონაწილეობდა, მაგრამ რეპრესიების მახეში აღმოჩნდა. 1937 წელს მას ანტისაბჭოთა საქმიანობაში დასდეს ბრალი და გაგზავნეს კოლიმაში. მისი სიტყვებით, ბანაკი გამოსწორებისთვის კი არა, მოსპობისთვის იყო შექმნილი. ეს მკაფი ოპოზიცია სათავეს უდევს მთელ მის შემოქმედებას. შალამოვის სამყაროში ბუნება არის ბანაკის მთავარი დამპყრობელი, ხოლო სიცივე და შიმშილი მისი მოთხრობების მთავარი პერსონაჟები.
კოლიმაში ყინვა იყო მთავარი ბატონ-პატრონი. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ჩრდილები. სიცივე და შიმშილი აქცევს ადამიანებს უმწეო არსებებად, რომლებსაც სხვა საფიქრალი აღარ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ გადარჩენას ცდილობენ. ბანაკში ძველი ზნეობრივი კატეგორიები ქრება. იქ მოქმედებს ახალი კანონი. ბანაკმა ერთი რამ მასწავლა: არ ირწმუნო, არ შეგეშინდეს, არაფერი არ ითხოვო. ეს ანტიმორალური ფორმულა აჩვენებს, როგორ იკარგება ადამიანური ღირსება და ფერმკრთალდება საზოგადოებრივი ნორმები. შალამოვი ხშირად წერს, რომ კოლიმაში ხელოვნება ქრება, მაგრამ პარადოქსულია, რომ სწორედ ხელოვნებამ გადაარჩინა მისი სული. ბანაკში ლექსები საჭირო არ იყო. იქ ისინი კვდებოდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სუნთქვა. ეს ფრაზა მიგვანიშნებს აბსოლუტურად უნიკალურ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც გულაგში ლიტერატურა გადაიქცა არა იმდენად ესთეტიკურ, რამდენადაც ფიზიოლოგიურად აუცილებელ მოვლენად. შალამოვის სტილის დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება. ესაა მინიმალიზმი და სიმკაცრე. მისი პროზა მოკლე, მშრალი და ლაკონურია. ემოციები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ სწორედ ეს ქმნის შალამოვის ტექსტის სიძლიერეს. ვწერდი ცრემლების გარეშე, რადგან ცრემლები იყინებოდა. შალამოვის სტილი თვითონ კოლიმის კლიმატს გავს. იგი მკაცრი და დაუნდობელია. შალამოვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავზარდამცემი აზრი ასეა გადმოცემული: ადამიანი ბანაკში არის მასალა, სახარჯავი მასალა. ეს ფრაზა ანადგურებს ყოველგვარ რომანტიზმს. ამ წერლისთვის ბანაკი არტოვებს ადგილს გმირობისთვის. სლოჟენიცინი გულაგში ხედავს სულიერ გამოცდას და ჭეშმარიტების ძიებას. შალამოვი სრულიად სხვა რამეს ამბობს. ბანაკი ადამიანს უკეთეს არ ხდის. იგი მას უარეს ხდის. ყოველთვის უარეს. ამით იგი ყველაზე პესიმისტურ ავტორად წარმოდგა გულაგის ლიტერატურაში. შალამოვის მოთხრობების მხატვრული თავისებურებებია: მინიმალიზმი, მოკლე ფრაზები, ფაქტობრივი აღწერა, სიმბოლიზმი დეტალებში, ქურთუკი, ფეხსაცმელი, ნაჯახი, ყველაფერი ეს გადარჩენის სიმბოლოებია. დოკუმენტურობა, ყოველ მოთხრობას აქვს რეალისტური საფუძველი, მაგრამ მხატვრული ძალა მას გარდაქმნის უნივერსალურ ნარატივად. შალამოვის გენიალობა ისაა, რომ მისი ტექსტი აღწერს არამხოლოდ საბჭოთა ტრაგედიას, არამედ ზოგადად ადამიანის ბუნების საზღვრებს. კოლიმა ჯოჯოხეთია და ჯოჯოხეთში ადამიანი ანგელოზად არ იქცევა. შალამოვი გვასწავლის, რომ უკიდურეს პირობებში ადამიანი კარგავს თითქმის ყველაფერს, მაგრამ სიტყვა მაინც რჩება. ვარლამ შალამოვის კოლიმის მოთხრობები არის ლიტერატურა, რომელიც ამბობს ყველაზე მძიმე სიმართლეს. იგი გვიჩვენებს, რომ ტოტალიტარული სისტემა არამხოლოდ ანადგურებს სხეულს, არამედ აქცევს ადამიანს სახარჯავ მასალად. მიუხედავად ამისა, თავად ტექსტის არსებობა ამტკიცებს, რომ ადამიანი მაინც ახერხებს სულიერების მოწმობის დატოვებას. შალამოვის ხმას დღესაც განსაკუთრებული ძალა აქვს. იგი გვაფრთხილებს, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს, თუ დავივიწყებთ რა მოხდა კოლიმაში. წარმოდგენა, რომ შეგვექმნას შალამოვის შემოქმედებაზე, განვიხილოთ მისი მოთხრობა შერი ბრენდი, კოლიმის მოთხრობების ციკლიდან ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნაწარმოები. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ვარლამ შალამოვი, შერი ბრენდი, მიმოხილვა. წიგნს აქვს ქვესათაური, პიროვნების კულტის ეპოქის ქრონიკა. ქალი, კომუნისტური პარტიის წევრი, ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს. მან გამოიარა ციხეებისა და ბანაკების ჯოჯოხეთი, მაგრამ არ გატყდა. სამართლიანობის რწმენამ და განთავისუფლების იმედმა იგი გადაარჩინა. გათავისუფლდა და 1959 წელს ხელახლა დააპატიმრეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი საბოლოოდ განთავისუფლდა. მთხრობელი ევგენია გინზბურგი იყო კომუნისტი, პროფესორი,
ენერგიული, საქმიანი, სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობის მქონე პოლიტიკურად გულუბრყვილო ადამიანი. მეუღლე პაվել ვასილევიჩ აქსიონოვი, პარტიის თათრეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი. იყო პარტიის ერთგული, პატიოსანი კომუნისტი. 1934 წელს მათ ოჯახში მოხდა მოვლენა, რომელმაც მემუარებში აღწერილ ტრაგიკულ ამბებს დაუდო სათავე. ციცაბო მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მემუარული ნაწარმოებია, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს აღწერს. გინზბურგის ისტორია განსაკუთრებით ტრაგიკულია, რადგან მას თავიდან ბოლომდე სჯეროდა პარტიის იდეალებისა. თუმცა 1937 წელს, დიდი წმენდის პერიოდში, მას წაუყენეს ბრალდება ანტისაბჭოთა საქმიანობაში მონაწილეობაზე. მისი სიტყვებით, დამადანაშაულეს არა იმაში, რაც გავაკეთე, არამედ იმაში, რაც არ გამიკეთებია. დამნაშავე ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს ამ ქვეყანაში ცხოვრობდი. ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს სტალინური ტერორის აბსურდულობას. დამნაშავე შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი, მხოლოდ გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას ყოფნის გამო. წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემაა ტერორის აბსურდულობა. გინზბურგის დაკითხვის ეპიზოდებში მკითხველი ხედავს, როგორ იქცა გამოძიება ფარსად. ბრალდებები წინასწარ იყო დაწერილი, დანაშაულის მტკიცებულებები გამოგონილი. როგორც ავტორი წერს, გამომძიებელი თხოვდა იმის აღიარებას, რაც არ არსებობდა და მე ვხვდებოდი, რომ წინააღმდეგობა გმირობა კი არა, უბრალოდ ადამიანური ღირსება იყო. წიგნი ძვირფასია იმითაც, რომ მასში გადმოცემულია ქალის გამოცდილება გულაგში. გინზბურგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებს, დედებს, რომლებიც შვილებს ეძებდნენ, ქალებს, რომლებსაც საშინელი შრომა უწევდათ. ჩვენ ქალები ერთმანეთს ვეხმარებოდით, ზოგჯერ მხოლოდ ქალი, რომელიც ბარაკში მხარს გიჭერდა, გიცავდა სასოწარკვეთილებისგან. გინზბურგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გულაგში მეგობრობასა და სოლიდარობას. ავტორისთვის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ სოლიდარობაა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობა იყო ერთადერთი ნამდვილი სიმდიდრე ბანაკში. ციცაბო მარშრუტის ერთ-ერთი საყვარელი თემაა ხელოვნება და მეხსიერება. გინზბურგი ხშირად იხსენებს ლექსებს, პუშკინისა და ბლოკის სტრიქონებს, რომლებსაც ზეპირად იმახსოვრებდა და იმეორებდა. პუშკინის ლექსები ჩემთვის ყოველდღიური პური იყო. ვიმეორებდი მათ, როგორც ლოცვას. აქ შეიძლება გავიხსენოთ, როგორ როლს ასრულებდა აუშვიცის ოსვენციმს გადარჩენილი პრიმო ლევისთვის დანტე ალიგიერის სტრიქონები. ყველაფერი ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ლიტერატურა შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფიზიკური გადარჩენის ინსტრუმენტიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ციცაბო მარშრუტის სტილი და ლიტერატურული თავისებურებები. გინზბურგის ტექსტი სავსეა ემოციური ინტენსივობით, მაგრამ ამავდროულად დოკუმენტური სიზუსტით. იგი გვთავაზობს მკაფიო, მკაცრ პროზას. თუმცა სწორედ ამ სიმკაცრეშია მისი პოეტურობა. ყოველი წინადადება ღრმა კვალს ტოვებს მკითხველის მეხსიერებაში. გინზბურგი განსხვავდება სლოჟენიცინისა და შალამოვისგან და სლოჟენიცინი ცდილობს მთელი სისტემის ანატომიის ჩვენებას, ხოლო შალამოვი გვაძლევს უკიდურესი სიცივისა და სასოწარკვეთის პოეტურ ნარატივს. გინზბურგი უპირველეს ყოვლისა გვაცნობს ქალის თვალსაზრისს. მე ქალი ვარ და ამიტომ ჩემი ტკივილი სხვანაირი იყო, ვიდრე კაცების. როცა შვილები წამართვეს, გული ამომგლიჯეს. ეს ევგენია გინზბურგს განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს გულაგის ლიტერატურაში. ციცაბო მარშრუტი არის ისტორიული დოკუმენტი და ამავე დროს ლიტერატურული ქმნილება. მისი მთავარი მნიშვნელობაა, რომ წიგნი აღწერს არა მხოლოდ ფიზიკურ ტანჯვას, არამედ ადამიანის სულიერ წინააღმდეგობასაც. ვიცოდი, რომ თუ დავივიწყებდი, სისტემა გაიმარჯვებდა. ხოლო თუ დავიმახსოვრებდი, გადავრჩებოდი, თუნდაც სიტყვით. ევგენია გინზბურგის ციცაბო მარშრუტი არის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ტოტალიტარული სისტემის მთავარი იარაღი არის
დავიწყება და ჩუმად ყოფნა. მისი ტექსტი გვახსენებს, რომ მეხსიერება წინააღმდეგობის ყველაზე ძლიერი ფორმაა. დღეს, როცა მსოფლიო კვლავ აწყდება ავტორიტარიზმის საფრთხეებს, გინზბურგის სიტყვები გვახსენებს, თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანს არ ეშინია სიმართლის თქმის. ამიტომ მისი წიგნი რჩება არა მხოლოდ ისტორიის, არამედ თანამედროვე ადამიანის სინდისის ნაწილად. მინაწერი. გულაგის პოეზიაზე თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად წარმოგიდგენთ ოსიპ მანდელშტამის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მცირე ლექსის ჩემეულ თარგმანს, რომელშიც პოეტის ოსტატობა თუ არა მისი ეპოქა მაინც იგრძნობა. ჩვენ ისევ ცხოვრობთ, რომ ვერასდროს ვერ ვგრძნობთ ქვეყანას. ჩვენი სიტყვები 10 ნაბიჯში დაიკარგება. ვერ დაამთავრებ ორსიტყვიან წინადადებას. კრემლის მთიელი უცილობლად რომ არ ახსენო. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.